თამთა დამისახელეს სამი მიზეზი თუ რატომ არის სავალდებულო შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა ყველა დამსაქმებლისათვის. პირველი ეს არის მორალური მიზეზი. ყველა დამსაქმებლის მორალური ვალდებულებაა იზრუნოს თავისი დასაქმებულების კეთილდღეობაზე. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა არა მხოლოდ იურიდიული, არამედ მორალური ზიანია, რომელიც ანგარავს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებულ ნდობას. მეორე ეს არის ფინანსური მიზეზი. შრომის უსაფრთხოება არის არა ხარჯი, არამედ გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელსაც შეუძლია დამსაქმებელს თავიდან აარიდოს პირდაპირი და არაპირდაპირი მატერიალური ზიანი. პირდაპირ მატერიალურ ზიანში იგულისხმება ჯარიმებითა და სანქციებით გამოწვეული ხარჯი, აგრეთვე დაშავებული დასაქმებულის რეაბილიტაციისა და მკურნალობის ხარჯები და სხვა. რაც შეეხება არაპირდაპირ მატერიალურ ზიანს, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ კომპანიის რეპუტაციული ზიანით გამოწვეული ხარჯი. მესამე და უმთავრესი არის სამართლებრივი მიზეზი. 2019 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ყველა სუბიექტს ავალდებულებს დანერგოს შრომის უსაფრთხოების სისტემა. ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლებიც და დასაქმებულებიც მიიჩნევენ, რომ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ საქმიანობის ისეთ სფეროებზე, როგორიც არის მაგალითად მძიმე მრეწველობა ან მშენებლობა და არ ვრცელდება თუნდაც საოფისე ან მომსახურების სექტორებზე. თუმცა რასაკვირველია, აღნიშნული შეხედულება არის მცდარი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონი პირდაპირ ხაზგასმით მიუთითებს ყველა დამსაქმებლის ვალდებულებაზე.